EU stands with the Georgian people. We stand by the Georgian people. We are here together with Georgian people. To the people of Georgia, we see you, we hear you, and we stand with you. საინტერესო პარადოქსია. ბრიუსელი თითქოს ქართველი ხალხის სახელით ქართველი ხალხის ინტერესებს იცავს და თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. მაგრამ ევრობარომეტრი საპირისპირო საჩვენებს. ამ ხალხის უმრავლესობა ევროკავშირს აღარ ენდობა. ევრობარომეტრის მიხედვით, ევროკავშირისადმი ნდობა ერთ წელიწადში 17%-ით შემცირდა და 59% შეადგინა. რა არის ნდობის ასეთი მკვეთრი შემცირების მიზეზი? 26 ოქტომბერს სტარდება საპარლამენტო არჩევნები. ხალხი ხმას ქართულ ოცნებას აძლევს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებს პოზიტიურად აფასებს. ამბობს, რომ არჩევნები შედგა და ის კონკურენტუნარიანი იყო. არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. თუმცა ბრიუსელს საკუთარი მისიის დასკვნა და შეფასება არ მოსწონს. ამიტომაც არც აინტერესებს. მას საკუთარი ანგარიშები აქვს. ევროპარლამენტარები არჩევნების კრიტიკით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი ვერ აღიარებს შედეგს. ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს და დაგვემუქრება. ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება ელექტრონულად. დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებს ცნობილი ამერიკული კომპანია იძლევა. პროცესს საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფები აკვირდებიან. დამკვირვებლებისთვის ხელისუფლება ლეგიტიმურია. ამომრჩევლისთვის კი ქართული ოცნება და მხოლოდ ბრიუსელი ყველანაირად ცდილობს დემოკრატიული პროცესის დაბლოკვას. არჩევნებს ლეგიტიმაციის ჩრდილიც რომ არ მოხვდეს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს თავს დაესხმებიან ბრიუსელიდან ჯოზეფ ბორელი და თბილისიდან პიტერ ფიშერი. იტყვიან, რომ ვიქტორ ორბანი უნგრეთს წარმოადგენს და არა ევროკავშირს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ესპანურენოვან საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში იტყვის. ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს. გერმანიის ელჩი საქართველოში კი დაწერს. დამაზუსტებელი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის. როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა თბილისში, ის ილაპარაკებს უნგრეთის ხელისუფლების და არა ევროკავშირის სახელით. მიხაელ როთი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს პოლიტიკაში აღარ არის განაცხადებს. ეუთოოდირი ვერ განაცხადებს არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენი მოვალეობაა. უკვე ყველა ხედავს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ინტერესებს მგზნებარე სფიჩებში კი იყენებს და ზოგჯერ ხატოვნადაც კი საუბრობს შტაბ-ეჭდილების მოსახდენად, მაგრამ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანს პატივს არ სცემს, არც არჩევანს და არც ინტერესებს. ეს ისტორია კი ღირს ცოტა შორიდან დავიწყოთ. კვლევებს თუ გადავხედავთ, ევროკავშირისადმი ნდობა და ინტერესი სტაბილურად მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრდება. მიზეზი ორია. პირველი, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამკვიდრება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება და მეორე, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგებიც ქართული ოცნების ხელისუფლების მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზა ლიბერალიზაცია. საქართველო რეგიონის მოწინავე ქვეყანაა. ეს ევროკავშირის ანგარიშებშიც ჩანს, მაგრამ 2022 წლიდან სიტუაცია კარდინალურად იცვლება. ბრიუსელს ფოკუსი უკრაინის ომზე გადააქვს. დღის წესრიგში ევროსტანდარტებთან მიახლოება აღარ არის. არამედ ფრონტის ხაზთან გადანაცვლებაა. ქართული ოცნება ევროკრატების ინსტრუქტაჟზე აიწყოს ომის დღის წესრიგზე უარს იტყვის. ამიტომაც 2022 წელს სტატუსს ომში მყოფი კიევიც მიიღებს და დსთ-ს წევრი კიშინიოვიც. მაგრამ რეგიონის ლიდერი თბილისი არა. ქართულ ოცნებას დიდი ბრძოლა დასჭირდება იმისთვის, რომ სტატუსი წლინახევრის შემდეგ მაინც მიიღოს. გულითადად ვლოცავ ყველას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ქართული ოცნება შესასრულებლად 9 პუნქტიან გეგმას მიიღებს. თავისი შინაარსით ეს რეფორმები არ არის, უფრო სამოქალაქო კაპიტულაციას გავს. მმართველმა პარტიამ თავი დამარცხებულად უნდა აღიაროს და ხელისუფლება დატოვოს. მაგრამ იციან, ქართული ოცნება არჩევნებისთვის ემზადება. ბრიუსელის პირობების მიღებას არც აპირებს. ამიტომაც ბრიუსელის სამოქმედო გეგმა 2024 წლის არჩევნებს ერგება. ღიად სწორედ ამ გეგმაზე მუშაობენ. ევროპარლამენტარები და ელჩებიც კი ღია განცხადებებს აკეთებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ ხმა ოპოზიციას მისცენ. ნებისმიერს ქართული ოცნების გარდა. არჩევანს ასეც გვიხატავენ, ან ქართული ოცნება, ან ევროპული მომავალი.
ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია, გთხოვთ ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოусმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოусმინეთ თქვენ შვილებს, ძმებს და დებს. თბილისი ნამდვილად არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი და ჩვენ თქვენით ვამაყობთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მიდით ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსლა, თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიყავხართ. ქართულ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს დაუბრუნოს თავისი ევროპული ოცნება. მოუწოდებ ქართულ ხალხს უარყონ რუსეთის მხრიდან მომდინარე საშინლად დამანგრეველი მანიპულაცია. საქართველოს უფრო დამდგუნველ სურათს წარმოადგენს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. დავილოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. საქართველოში ტარდება კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები, იმიტომ რომ საქართველო წყვეტს თავის მიმართულებასაც. თუ საქართველო შეინარჩუნებს სტატუს კვოს, არ მგონია რომ ჰქონდეს შანსი იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, შესაძლოა ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ მას ძალიან მივესალმებით. ეს იქნება ტერორი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე. ყველა სოციალური კვლევა აჩვენებს, ხალხი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. მიზეზი ბევრია. მხოლოდ ხელისუფლებაა მშვიდობის გარანტი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს ფრონტის ხაზი საქართველოში რომ არ შემოიტანონ. მხოლოდ ხელისუფლებაა ქრისტიანული ღირებულებების დამცველი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ დაიცვას ოჯახის ღირებულება როგორც კაცისა და ქალის კავშირი. დაიცვას არასრულწყოვანების ინტერესების სქესის შეცვლის ექსპერიმენტალური მეთოდებისგან. მხოლოდ ხელისუფლებაა ევროპული სტანდარტების გარანტი. ქართული ოცნება იცავს ხალხის ნებას არჩევნებში, ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. მეორე მხარეს დგას ოპოზიცია ომის რიტორიკით. LGBT დროშებით და ბრიუსელის მორჩილებით გამოდის. თუ გითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს რა ბრძოლაშიც შედის. ბუნებრივია ის ტრადიციების, მშვიდობის და ქრისტიანული ფასეულობების გვერდით დგება. ოპოზიცია არჩევნებს აკებს და ბრიუსელი გეგმა ბეზე გადადის. არჩევნების გაყალბების იდეა არ მუშაობს. ხალხი ქუჩაში არ გადის. ამიტომ ბრიუსელი აპირებს მოლაპარაკებების გახსნა და ბლოკოს. მაგრამ ევროკრატებს ქართული ოცნება რადიკალიზაციის საბაბს არ მისცემს. პრემიერი კობახიძე განაცხადებს, რომ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს თბილისი 2028 წლამდე აღარ დააინიცირებს. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. იქვე დასცენს, თუ ბრიუსელს სურს მოლაპარაკებები გაგვიხსნას, მზად ვართ დღესვე მოვაწეროთ ხელი შეთანხმებასო. მაგრამ ბრიუსელს არ სურს შეთანხმება. ის კონფლიქტს აფინანსებს, ფულს რადიკალიზმში დებს და ყველა ის, ვინც ადრესა არჩევნო მარათონზე ვიხილეთ, ელჩები და ევროპარლამენტარები, ახლა ხელს პროცესების რადიკალიზაციას უწყობენ. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი აღშფოთება და სასოწარკვეთა. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. მიხაელ როთი დაწერს. ხდება ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა. იზოლაცია ევროპის ნაცვლად, ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად, ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში. გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი იტყვის. საქართველოს დაახლოების ნაცვლად შორდება ევროკავშირს. საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იქ-ზე წერს. სავალი გზა გრძელი და ძნელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, თქვენ არასოდეს დანებდებით და ამიტომ არც ჩვენ დავნებდებით. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პირდაპირ ხალხს მიმართავს. რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა? ჩვენ ვხედავთ რადიკალების აგრესიას, პოლიციაზე თავდასხმებს, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას, ქუჩაში ბარიკადებს. პოლიცია წესრიგის დამყარებას ცდილობს, მაგრამ ელჩებს წესრიგი არ მოსწონთ. ისინი ქართველი სამართალდამცავების კრიტიკით გამოდიან. არ ესმით, რატომ აკავებენ მოძალადე აქციის მონაწილეებს. საფრანგეთის საგარეო უწყებაც კი თავს ვალდებულად ჩათვლის საკუთარი შეშფოთება დააფიქსიროს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და რეპრესიების შესახებ ცნობებით. აუცილებელია, რომ
რა თქმა უნდა, ჩვენ წუხვართ, რომ ძალა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. არადა როცა საპროტესტო აქციებს ევროპაში არბევენ. პოლიცია გაცილებით უფრო ბრუტალური და დაუნდობელია. კრიტიკა არ ისმის. პირიქით, ამაყად შეიძლება განაცხადონ, როგორ იხსნეს ქვეყანა დესტრუქციისგან, დემოკრატია რადიკალიზმისგან, ხალხი კი ქაოსისგან. მაგრამ საქართველოს დემოკრატიაზე და ქართულ სახელმწიფოზე როგორც ჩანს სხვა წარმოდგენა აქვთ. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მივედით ნდობიდან დიდ იმედგაცრუებამდე, მივყვეთ ჩვენს ისტორიას, რომელიც სავსეა უსამართლობით. რევოლუციის მცდელობები ევროინტეგრაციის იდეაზე გაივლის. ამ პროცესს სინამდვილეში თავად აჩერებენ. ევროკავშირის ელჩი ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში განაცხადებს. სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს ბოლო ევროპული საბჭოს სხდომაზე. გასაგებად ითქვა, ევროკავშირის ლიდერებმა პროცესი შეაჩერეს, მაგრამ მაიდანის მოწყობას სჭირდება ხალხი, რომელიც თავს მსხვერპლად გრძნობს. ამიტომაც არჩევნების შემდეგ იგივე ელჩი გამოვა და სრულიად საპირისპიროს იტყვის, თითს მმართველი პარტიისკენ გაიშვერს. პროცესის შეჩერებაში საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს. ევროკავშირის ლიდერები რა თქმა უნდა აღარ გაახსენდება. ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ ძალიან სამწუხარო, ძალიან სავალალო და გულსატკენია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მალევე ირკვევა, რომ გეგმა ბედს ჩავარდა. ხელისუფლება ხელოვნურად ამოქოქილ რევოლუციას რუსთაველის გამზირზე აჩერებს. ქართულ მაიდანზე ბრიუსელი დიდ რესურსს ხარჯავს. მთელ პროცესს ჯერ კულისებში, შემდეგ კი პარლამენტის წინ სხვადასხვა ფონდებთან ერთად აფინანსებს. ამიტომაც მარცხი მიუღებელია. ევროკავშირის ელჩი უკვე შეტევაზე გადადის და სანქციებით იმუქრება. რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. გერმანია სინანულით აჩერებს საქართველოში 227 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს. შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. კვლავ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და კანონის უზენაესობას. მშვიდობიან სარქმევს ამ აქციას შვედეთი. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია. შვედეთს სურს იხილოს სანქციები დამნაშავეების წინააღმდეგ. ხალხი უკვე ცხადად დაინახავს. ეს ელჩები და ევრობიუროკრატები ევროპული სტანდარტებით კი არ ხელმძღვანელობენ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, არამედ ორმაგი სტანდარტებით. ვინც ბრიუსელის დღის წესრიგზე მხრობა, მას ყველაფრის უფლება აქვს. ხელისუფლებას კი არაფრის, არც წესრიგის დამყარების, არც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის წარმართვის. რამდენიმე მაგალითი ვნახოთ. 2023 წელს აქციაზე პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს პირველად ესვრიან. ერთ-ერთი მათგანი დამწვრობას მიიღებს. ფატალურ შედეგს გადაურჩება. დამნაშავეს მალევე იპოვნიან. ბრალს წაუყენებენ და ციხეშიც ჩასვამენ. მაგრამ ევროკავშირის ელჩებს ის დამნაშავედ არ მიაჩნიათ. ლაზარე გრიგორიადისის საქციელს არც გმობენ და არც ემიჯნებიან. ადამიანს, რომელიც პოლიციელს ცეცხლს უკიდებს, სალომე ზურაბიშვილი იწყალებს. 2025 წელს მზია ამაღლობელი ბათუმში პოლიციის უფროს ხელს დაარტყამს. ამაღლობელს დააკავებენ. თითქოს კითხვებიც არ ჩნდება, მაგრამ გერმანიის ელჩი იმდენად უკმაყოფილოა, რომ სასამართლო პროცესებს ესწრება. თავისუფლება მზიას ბანერის ფონზე კომენტარებს იძლევა. ანალენა ბერბოკის უწყება პოზიციას სოცქსელებში აფიქსირებს. ბერლინიდან მოსამართლეს პროცესის დაწყებიდან ზუსტად 1 დღით ადრე უთვლიან. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთო. ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული. ზურაბიშვილი აღარ ჰყავთ, იძულებული არიან თავად იმოქმედონ. ელჩები დუმან, როცა ქართული ოცნების დეპუტატებს, ან მათ მომხრეებს, ან მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ჟურნალისტებს თავს ღიად ესხმიან და აბულინგებენ. შეურაცხმყოფელი რეპლიკებით უვარდებიან ხან შენობებში, ხან ქუჩაში. დეპუტატ მარიამ ლაშხს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ელჩები ხმას არ იღებენ, თითქოს ვერაფერს ხედავენ. სამაგიეროდ დიდ ისტერიას მართავენ, როცა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს სამოქალაქო აქტივისტები აეროპორტში კვერცხებს უშენენ. გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ზურაბიშვილს სასწრაფოდ სოლიდარობას გამოუცხადებს და იკითხავს. საერთოდ უსაფრთხოა ეს ადგილი.
დადგება რაიმე პასუხისმგებლობა. ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიენე ქართულ ოცნებას ბანდიტებად მოიხსენიებს. ფანტაზიას ჩართავს და საქართველოს რუსეთს შეადარებს. ბოლოს კი დაასკვნის. საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება. ძალიან შეშფოთებული ჩანს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. საქართველოში ყოველდღე უარესდება ვითარება, რა კოშმარია. იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილი კარგად არის. არადა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ ბრიუსელის ევროკრატებს რეალობაზე საკუთარი წარმოდგენები აქვთ. ზურაბიშვილმა პროტესტი იმის გამო დაიმსახურა, რომ ის ევროკავშირს საქართველოს დასანქცირებას მოთხოვს. არ იყოს მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის სანქციების ამოქმედება იმ ელიტების მიმართ, ვინც პირდაპირ ემსახურება ანტიდემოკრატიულ მიზნებს. ევროპელი ელჩები რადიკალებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების ბულინგს სრული დუმილით ხვდებიან. არადა ევროპაში სიძულვილის ენის გამოყენება, სხვისი შეურაცხყოფა, სხვისი დამცირების მიზნით ტყუილების გავრცელება მკაცრად ისჯება. კანონი იგივე გერმანიაში მაგალითად ბოლო წლებში კიდევ უფრო მკაცრდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კატეგორიაშიც გადადის. მაგალითად იგივე ბერბოკი მზია ამაღლობელს რომ გამოესარჩლა. მინისტრობის დროს 500 ადამიანის წინააღმდეგ მოითხოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მას ფიზიკურად არავინ შეეხება, არც ხელს გაარტყამენ, არც უშვერი სიტყვებით მიმართავენ. ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით ქალბატონ მინისტრს არ მოეწონა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე მას მსოფლიოში ყველაზე სულელ საგარეო საქმეთა მინისტრს რომ უწოდებს. საქართველოში კი ამ ძალადობას და ბულინგს ევროკავშირი თავად აფინანსებს. ევროკავშირის ელჩები კი ცდილობენ ისინი პასუხისმგებლობისგან დაიცვან. გამჭვირვალობის შესახებ კანონს ბრიუსელი ყველაზე მწვავედ დაუპირისპირდება. ღიად გვეტყვიან, რომ გამჭვირვალობა აზიანებს დემოკრატიას, გვაშორებს ევროკავშირს და გვაახლოებს რუსეთს. ევროკავშირმა საჯაროდ განაცხადა და გავიმეორებ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. არადა ამავე კანონის მიღებას დაანონსებენ საფრანგეთში, შვედეთში, ინგლისსა და ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლებოდა. გამჭვირვალობა საქართველოში რეპრესიულია, ევროპაში კი დემოკრატიული, მაგრამ რომელ დემოკრატიულ პრინციპს არღვევს საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონი პასუხი არა აქვთ. მოკლედ გპასუხობენ, რუსულია არ გჭირდებათ. ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი იტყვის, რომ ეს კანონი უარყოფითად დაისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი გვირჩევს, რომ ეს კანონი საერთოდ არ მივიღოთ. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ბრიუსელს პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იმოქმედოს. კანონი, რომელიც ევროპას სჭირდება იმისთვის, რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიცვას, საქართველოში პრორუსულად ინათლება. საბოლოოდ საკმარის გამოცდილებას მივიღებთ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა გვსურს ჩვენ და რას გვთავაზობს ბრიუსელი. ამიტომაც 2022 წელს დაფიქსირებული ნდობა, რომელიც იმედებზე აეწყო, 2025 წელს იმედგაცრუებამ შეცვალა. ქართველი ხალხის ნეგატიური განწყობები ევრობარომეტრშიც გამოჩნდა.